ეს არის გადაცემა შემდეგი ლიდერ სპორტზე. მე ვარ ტატო ბაციკაძე. თითქოს რთულია ვინმეს გამოკვეთილი ფავორიტი დაუწახოთ ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა US კამბექის შემდეგ ბევრი ალაპარაკდა მათ ჩანსებზე. ტატო არის იუვენტუსის ლიგის მთავარი ფავორიტი. მთავარი ფავორიტი ალბათ მაინც არ არის, ერთ-ერთი ფავორიტი ნამდვილადაა, მაგრამ ესე ერთმნიშვნელოვნად ერთ კონკრეტულ გუნდს ვერ გამოვყოფთი, მათ შორის ვერც იუვენტუსს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, პლუს კრისტიანოს დამატების მერე კიდევ უფრო გაძლიერდა და რონალდოს გარეშეც ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა ჩემპიონატის ამ სეზონში, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გახდა. აიაქსსაც ალბათ მაინც უპრობლემოდ გაივლის, მაგრამ მთავარ ფავორიტს მაინც ვერ დავარქმევდი. ჩემი აზრით 4 გამოკვეთილი ფავორიტია ახლა ამ მომენტისთვის ლიგის და ეს 4-ვე გუნდი განაწილდა თან ისე სალსალკე ერთმანეთს არ შეხვდნენ. ანუ ლივერპული, მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი და ბარსა ძალიან დიდია შანსი რომ ისინი გავიდნენ ნახევარფინალში და აი მერე უკვე იქ გამოჩნდება რეალურად ვის შესაძლებლობები აქვს. შემდეგი დიდი ხნის შემდეგ მეოთხედფინალში 4 ინგლისური გუნდია. ეცადე ამ ფაქტს ლოგიკური ახსნა მოუძებნო. ლოგიკური ახსნის მოძებნა, გარდა იმისა, რომ გამართლების ელემენტები იყო, გამიჭირდება. რა თქმა უნდა, 4-ვე ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ იყო იქ სხვადასხვა მომენტი, ლივერპული ბაიერნს ძალიან ცუდ პერიოდში შეხვდა, ისევ როგორც ტოტენჰემი ბორუსიას, მანჩესტერ სიტის ძლიერი მეტოქე არ ყოლია და იუნაიტედსაც ჩემი აზრით საკმაოდ გაუმართლა პარი სენ-ჟერმენთან აი საფასხო შეხვედრაში, ასე რომ უფრო მაინც გარდა იმისა, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი გუნდია 4-ვე, მაგრამ გამართლების ელემენტებიც იყო. შემდეგ არგენტინაზე უნდა გკითხო. არ გვიგვერს, მაგრამ ნაკრებში ისევ ქაოსია. ჩათვალე როგორც შენი თქვი, ისე იქნება. მოყევი როგორ უნდა მოიგოს არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატი. ერთი პასუხი არის ის, რომ მე უნდა მოვკვდე ალბათ. And Argentina are the new world champions. იმიტომ რომ ისე ვერ წარმომიდგენია მე ცოცხალი ვიყო და ეგეთ რაღაცას მოვესწრო. თან მინდა რომ ჩემპიონი გახდეს და თან ამ პასუხიდან გამომდინარე აღარ მინდა. მეორე არის ის რომ კარგი მწვრთნელი უნდა ყავდეს. რეალურ სერიოზულ პასუხი ეს იქნებოდა რომ კარგი მწვრთნელმა უნდა წაიყვანოს არგენტინა ჩემპიონატზე. ასეთი მწვრთნელი რამდენიმე ხავდა ბოლო 25 წელიწადში და ერთმა მაგალითად ფინალში გაიყვანა. ახლა მწვრთნელი არ ყავს ფაქტობრივად და არ ვიცი 22 წლის ჩემპიონატზე ეყოლება თუ არა. მგონია რომ ეს ჩემპიონატი ბოლო შანსია თან აი ამ თაობისთვის. მე ცოტა პრობლემები იქნება, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობა ისეთი ეფექტური არ მოდის და მწვრთნელი ძალიან ბევრია კარგი არგენტინელი და რომელიმე მათგანი რომ იყოს 22-ში მწვრთნელი, მაგალითად კარგი შანსი ექნებათ. იგივე სიმეონე, იგივე პოჩეტინო, ნაკრებებში ვინც არიან ძალიან ბევრია ასეთი პეკერმანი თუნდაც რომელიც შეიძლება დააბრუნონ. ბევრი ვარიანტია, მაგრამ აი ამ სამს დავასახელებდი პირველ რიგში. შემდეგი ალბათ გახსოვს კონამში რობერტო კარლოს რომ წინაყენებდნენ და რონალდოსთან ერთად ფაქტიურად უაზროდ ძლიერ ტანდემს ქმნიდნენ. ეს ბევრს აღიზიანებდა. მითხარი საფეხბურთო ტრენდი, რომელიც ყველაზე მეტად გიშლის ნერვებს. ძალიან ბევრია ბოლო პერიოდში ასეთი რაც ნერვებს მიშლის და არ მომწონს, მაგრამ ორს გამოვუყოფდი. ერთი არის ბოლო პერიოდში მოდაში შემოსული სამცველიანი სქემები, რაც ეს სქემა მე მომწონდა, მაგრამ სადაც 15 წლის წინ დღევანდელი ფორმაციის სამცველიანი სქემები ძალიან არ მომწონს, ძალიან ნერვებს მიშლის. ეს სამი ცენტრალური მცველი კიდევ წინ ორი საყრდენი, იმიტომ რომ ბევრმა დაიწყო ასე თამაში. ერთ-ერთი მიზეზი ესაა, არა ის რომ კონკრეტულად სამი მცველი თამაშობს ვინმე, მიმბაძველობის მომენტს ხედავ და ეს არ მომწონს. და მეორე გვარდიოლას მიმბაძველობა, ასე ვთქვათ, რასაც ბევრი მწვრთნელის საქმიანობაში ხედავ, იგივე მაურიციო სარი მაგალითად ჩელსიში, კიკე სეტიენი ბეტისში, ეს კიდე ყველაზე ისეთი მაგალითებია, ყველაზე თვალსაჩინო და არის ასევე შედარებით არათვალსაჩინო მაგალითები, მაგრამ მეტნაკლებად თითქმის ყველა გუნდი ცდილობს რომ ითამაშოს იგივე ფეხბურთი, პატარ-პატარა ცვლილებებით, მაგრამ მაინც სანახაობა ზარალდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ერთფეროვანი ხდება თამაშები და თითქმის ყველა თამაში ერთმანეთს გავს ამის გამო. შემდეგი თითქმის გადაწყვეტილია რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 48 გუნდიანი გახდება. მე არ მომწონს ეს მოცემულობა. მაინტერესებს შენი აზრი. არც მე არ მომწონს ეგ მოცემულობა და ძალიან ცუდი იქნება ჩემი აზრით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ბოლო მუნდიალები ჩემი გადმოსახედიდან არც ეს ანახაობრივი გამოვიდა და ეს მე მგონი კიდევ დააზარალებს. გუნდების რაოდენობა პირველ რიგში იზრდება აფრიკის და აზიის ხარჯზე და დიდი პატივისცემის მიუხედავად ბევრი კარგი ნაკრები არ არის და მთავარი პრობლემა ჩემი აზრით ისაა რომ იქნება 16 ჯგუფი და სამ-სამი გუნდი იქნება ამ ჯგუფებში, შესაბამისად 2-2 მატჩს ჩაატარებენ გუნდები და ბოლო ტურში, როცა ბოლო ტურის მატჩი იქნება, ორ გუნდს დიდი ალბათობით ეცოდინება რა შედეგი აწყობთ, რომ ორივე გავიდეს ჯგუფიდან და ეს გამოიწვევს საერთოდ არაფრის მომცემ შეხვედრებს და პლუს დაჩაგრავს იმ გუნდს, რომელმაც პირველი ორი ტური უკვე ითამაშა, ასე რომ მე მგონი ძალიან ცუდი იქნება ეს მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის და ფეხბურთისთვის.